სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. როდესაც სახარებას ვკითხულობთ, როდესაც წმინდა მამათა გულიდან აღმოცულ ლოცვებს ვკითხულობთ, როცა მათ ვიაზრებთ, ვუღრმავდებით და ვითავისებთ. შეუძლებელია, რომ ამან ჩვენ სულიერ ცხოვრებაზე არ იმოქმედოს სწორად, კარგად და არ წარმართოს. ამიტომ ხდება ხოლმე, რომ თვით ისინიც კი, რომლებიც სულიერ ცხოვრების სიღრმეებს თითქოს ვერ ჭრედდნენ, თეოლოგიური განათლება არ აქვთ, ცოტათი ზედაპირულები არიან და ცდილობენ, რომ რაღაც გარეგანი რელიგიურობით იცხოვრონ, ინტუიციურად, ხშირ შემთხვევაში ინტუიციურად, თუ არ არის გაკრეპებული თავის უმეცრებაში, ჯიუტად და სიამაყით, როგორც წესი, ადამიანს ინტუიციურად მაინც აქვს სწორი ხედვა, რომ ქრისტიანობა ეს უბრალოდ რელიგია კი არ არის, როგორც სხვა, თქვათ, რელიგიები, როდესაც ჩვენ ღმერთის წინაშე ვალდებულნი რაღაც დავალებებს და ცნებებს აღვასრულებთ და ჩვენ აქ ვართ და ღმერთი სხვაგან არის, არამედ ინტუიციურად იაზრებენ ადამიანები ეკლესიის წიაღში, ვინც კიდევ ვიმეორებ, წმინდა წერილს იაზრებს და უღრმავდება, ლოცვით ტექსტებს, ლიტურგიკულ მსახურებას, რომ ღმერთსა და ადამიანს შორის ფაქტიურად საზღვარი თითქოს იშლება, ჩვენ ადამიანობას ვინ არჩუნებთ, ღმერთი ღმერთად რჩება, მაგრამ ჩვენ ერთად ვართ. ღმერთი შემოდის ჩვენში, ჩვენს გულს ზეცად აქცევს, ჩვენ ღვთის ტაძრები ვხდებით, ჩვენ გველოდება გონება მიუწვდომელი მარადიული სიცოცხლე, რომელსაც ღვთისმშობლობა და განღმრთობა ქვია და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ინტუიციურად როცა ამას ადამიანი იაზრებს, ეს კარგია ძალიან, მაგრამ არ არის საკმარისი, არამედ საჭიროა, რომ უფრო მეტად გავიაზროთ და გააზრების შედეგად უფრო მეტი თანამონაწილე გავხდეთ საღვთო გეგმისა, რომელიც არის თითოეული ადამიანისათვის არსებობს, რომელიც არსებობს თითოეული ადამიანისათვის და რომლისათვისაც საერთოდ ეს სამყარო შეიქმნა, იმიტომ რომ სამყაროს თავისთავად ღირებულება არ აქვს, თუ მისი შემეცნებელი და მისი შემეცნებიდან ღვთის ცნობადობამდე ამაღლებული გონიერი და თავისუფალი არსება, სიყვარულის შემძლებელი და ბედნიერების შემძლებელი არსება არ იარსებებდა. ანუ ადამიანის გარეშე სამყაროს ლოგიკურ აზრს მოკლებულია, ზნეობრივ აზრს მოკლებულია, ეთიკურ აზრს მოკლებულია, ყველაფერს მოკლებულია. სამყარო, რომელსაც არ ექნებოდა, არ ეყოლებოდა მხედველი, გამცდელი და მისი საშუალებით ღმერთის მაძიებელი და მპოვნელი. ეს იმ კულტურის კაცობრიობას ეხება, რომელიც კულტურას ბიბლიური კულტურა ქვია, სადაც ცოცხალი ღმერთის წმენა არსებობს. დღეს რამდენიმე მუხლი მინდა ამოგიკითხოთ იონეს სახარებიდან, მე-14 თავიდან, რომელიც სწორედ აი ამ საკითხებზე გვესაუბრება. გახსოვთ ფილიპეს ცნობილი სიტყვები, უფალო გვიჩვენე მამაი შენი და კმარს, ანუ საკმარისია ჩვენთვის. ესე იგი, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერ ფილიპე არ არის იმ სიმაღლემდე გაზრდილი, რომ ქრისტეში სამყარო შემოქმედი დაინახოს, ანუ მამა დაინახოს, იმიტომ რომ ძეღმერთი მამაა ჩვენი, მამაც მამაა ჩვენი, სულიწმინდა ღმერთის მამაა ჩვენი, ყოვლადწმინდა სამება ღმერთია მამა ჩვენი, უბრალოდ ღმერთმა დაიმდაბლა თავი და მოვიდა ადამიანად და ეს ადამიანობა ჩვენნაირი იყო რა, ამიტომ გვიწოდა ძმა. და ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, რომ არც ხვენია ძმას რო გვიწოდებს. ნუ ესე იგი ამ თავდაბლობით თავის სიყვარული გამოხატა ჩვენს მიმართ და ჩვენი სისხლი და ხორცი გახდა. იმიტომ გახდა ჩვენი სისხლი და ხორცი, რომ ძმები ეწოდებინო, დები თავისთავად ცხადია. მაგრამ როგორც ღმერთი, ყოვლადწმინდა სამება ღმერთი ჩვენი მამაა და ამ შემთხვევაში ძეც მამა, ამიტომ ხშირად იგივე თქვა სიმონახალ ღვთისმეტყველთანაც ნახავდა ბევრ წმინდანთან იესო ქრისტეს პირდაპირ, რომ იგი მამაა ჩვენი, ესე უწოდებს. სხვა არის ჰიპოსტასური განსხვავება, რომ მამა, ძე და სულიწმინდა, მაგრამ სხვა არის, როცა ყოვლადწმინდა სამება, როგორც ჩვენ შემოქმედს აღვიქვავთ და თითოეულ პიროვნებას ჩვენს მამად თავისთავად ცხადია. მამა ამ შემთხვევაში არის მამა არა ჰიპოსტასურობის მაჩვენებელი, არამედ
ღმერთობის მაჩვენებელი. ანუ ღმერთი ჩვენი შემოქმედი მამა, რომელსაც ესე იგი ჩვენ შვილებრივად ვეძებთ და მიუმართავთ და ამიტომ ვერ ხედავს რა ძე ღმერთში ჯერ სამყაროს შემოქმედს ეუბნება რომ მამა მაჩვენე ნიშნავს ღმერთი დამანახე, ღმერთი მაჩვენე. და საკმარისია ჩვენთვის, საინტერესოა, ხო? შენ ღმერთი დამანახე და ჩვენთვის საკმარისია. ეს გადასარევი სიტყვებია. ამით ჩანს ფილიპეს როგორც ჭეშმარიტი ქრისტეს მოწაფის სულისკვეთება. აი თქვათ, მე ვნახე წმინდა ადამიანი, თქვათ, ხო? და იმას კი არ ვთხოვ, რომ რაღაცა პრობლემები მაქვს და მამაო ჩემთვის ილოცე. არა, შენ ღმერთი დამანახე და ჩემთვის საკმარისია, ანუ მთავარი მიზანი, უпростоრედ ერთადერთი მიზანი. ჩვენი არის ღმერთის ხილვა და ღმერთის ხილვა ეს არ არის რაღაცა დავინახე, აი თქვათ, დავინახე ლამაზი ყვავილი, ბოროტი ვარ მე. დავინახე ლამაზი ყვავილი, ან ჩამავალი მზე, სილამაზე ამისი, ხო? და ისევ ბოროტად ვჩები. ეგრე არ გამოდის. ღმერთს ვერ იხილავს უკეთური, გესმით რაშია საქმე. ნეტარი იყვნენ წმინდანი გულით არამედ მათ ღმერთი იხილო. ანუ დამანახე მე მამა ნიშნავს იმას, რომ შენ თავად განხთობილი ხდები. შენ თავად სიკეთის მატარებელი ხდები, იმიტომ რომ ეს სიკეთე თავად ღმერთია, რომელიც შენში შემოდის. გესმით რას ნიშნავს? ანუ ღმერთის ხილვა ისე რომ შენ კვლავ უკეთურებ და რა უკეთური მანდამაც კაცის ყველი კი არა. ღმერთის ხილვა კვლავ შენ ნებაზე დარჩე, ეგეთ რამე შეუძლებელი. ღმერთის ხილვით ადამიანი წინსწრებით თუ თანმდებად თუ შემდგომ თუ ერთად საიდუმლოებრივად მოკლედ ხდება ღმერთის სიკეთის მატარებელი საკუთარ თავში. და აი, როცა ეუბნება საკმარისია ჩვენთან, ეს არის ჩვენი აღსარებლობა, ჩვენი სურვილების აღსარებლობა. საკმარისია ღმერთი გვანახე. ახლა უფალი რას ეუბნება? ესოდეჟამ თქვენთანა ვარ. ახლა ჩემთან რამდენი ხანია ქრისტიანი. თუ გავიხსენებ ხარ მაბავშვობას და იქ რაღაც ჩემ ბავშვობაში რაღაც ნიუანსებს როგორ ზრუნავდა ჩემზე. ხო? რაც მე მახსოვს ამაში თორე რა თქმა უნდა სანამ მე გავჩნდებოდი სამყაროს შექმნამდე მიცნობდა მე ღმერთი. მაგრამ მე ვგულისხმობ ჩემი შემეცნება სადამდეც მიწდება. ამიტომ აი რა სიტყვები ესოდეჟამ თქვენთანა ვარ პიროვნულად რომ მივისაკუთროთ, აი მე ჩემ თავს თეოდორე მეუნება, თეოდორე მე ამდენი ხანი შენთანა ვარ. გესმით? ამდენი ხანი შენთანა ვარ. და არ მიცნობ მე თეოდორე ფილიპეს ეუბნება. რომელმან მიხილა მე იხილა მამაი ჩემი, ანუ ჩემი მხილველი რო ღმერთის მხილველია. აი, როცა ადამიანის გაქრისტიანება ხდება, სწორედ ეს ხდება. რა არის ადამიანის გაქრისტიანება? როდესაც ქრისტიანობის დაწყება ადამიანში, როცა ქრისტე რო ღმერთია, ამას რომ მიხვდება. აი, ამას რომ მიხვდება, ქრისტე რო ღმერთია, ამას ეუბნება, მე რომ ვინც მე მიხილა, ვინც ჩემი გაიგონა, ვინც ჩემ შესახებ გაიგო, რომ ამით მამა გაიგონა, მამა იხილა, მამის შესახებ გაიგო, ანუ ღმერთის შესახებ გაიგო. ამ შემთხვევაში მამა როგორც ღმერთის სინონიმი, რომელმა მიხილა, მე იხილა მამაი ჩემი და ეს არ იციო შენო? არ უნდა ვიცოდე მე ესა? მე რო სახარებას ვკითხულობ და იქ რო ვკითხულობ ქრისტეს სიტყვები რომ ესმის და ასე უნდა მოიქცეო. ეს რო ღმერთი მეუნება, გალაქტიკების შემოქმედი თეოდორი ასე და ასე უნდა მოიქცეო. არ უნდა ვიცოდე მე ესა? ვიცი მამაო ვიღაცა მეტყვი შედალოცილო თუ იცი და არასრულებ უგუნური ხომ არ ხარ, როგორ შეიძლება ღმერთის სიტყვების არ შესრულება? თავი ხო არ მოგძულებია. გესმით რაშია საქმე? ხეთ ხო იგზნობა ჩვენი რწმენა როგორი ხარვეზიანია. საყუდროს ეუბნება რომ ვერ ხვდებიო რომ ვინც მე მხედავს, მამას ხედავს და რას მეუნებიო მაჩვენე მამაი შენ. ანუ მაჩვენე ღმერთი, აგერა ვარ ღმერთი. არ აქ წამს რამე თუ მე მახლა უკვე როცა პიროვნებებს გაყოფს, ხო? არ აქ წამს რამე თუ მე მამისა თანა ვარ და მამა ჩემთანა არს და აგზელებს. სიტყვითა რომელთა გეტყვით თქვენ, თავი ჩემით არა გეტყვი, არამედ მამაი ჩემი, რომელიც ჩემთანა არს, იგი იქ საქმეს აქ ნახეთ სიტყვა და საქმე როგორ სინონიმებად აქვს. უფალი ეუბნება რომ მე და მამა ერთად ვართ რა, მამა ჩემთან არის, მე მამასთან ვარ და მე სიტყვას რომელსაც ეუბნება ფილიპეს და ყველას ის ჩვენ გვიწერია წმინდა წერილში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიცოდეთ. რა თქმა უნდა უფალს გაცილებით მეტი აქვს ნალაპარაკები მოციქულებთან 3 წელიწადნახევრის განმავლობაში, მაგრამ მნიშვნელოვანი განაკლისის გარეშე მე ვარ 100%-იანი დარწმუნებული, იმიტომ რომ შეუძლებელია უფალს ისეთი რამე ეთქვა, რომელიც ჩემ ცხონებას სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა და მოციქულებს არ ჩაეწერათ და ჩაწერილი კიდე დაკარგულიყო. აუცილებლად ყველაფერი გვეცოდინებოდა ჩვენ და ვიცით კიდევაც რაც საჭიროა.
ამით რატომ? იმიტომ რომ ღმერთი ზრუნავს ჩვენზე და ის ყოვლის შემძლეა, ყოვლადძლიერია და ამიტომ არც ერთ სიტყვას არ დაკარგავდა, რომელიც მე მჭირდებოდა. რომელიც მე არ მჭირდებოდა მაინდა-მაინც ახლა უამრავ რამე სიტყვა და უფალი თავისთავად ცხადია. და აი სიტყვათა რომელთა გეტყვით თქვენ, თავით ჩემით არად გეტყვით. ანუ უნდა მიცნო, არ იცი რომ მე და მამა ერთად ვართ? მე რო სიტყვას გეუბნები, ეს შენ ადამიანს ხედავ ჩემში, ეს ადამიანური სიტყვა კი არ არის, ამას ნიშნავს ეს, ჩემი თავით კი არ გეტყვით. ანუ ადამიანური სიტყვა კი არ არის, არამედ მამა ჩემი, რომელიც ჩემთან არის, ანუ ღმერთის სიტყვა, ის რომელიც არის ჩემთან და იგი ამბობს კი არ ამბობს. სიტყვას რომელსაც მე გეუბნები, მამა კი არ ამბობს. სიტყვას რომელსაც გეუბნები, მამა რომელიც ჩემთან არის, იგი იქმს საქმესა. სიტყვა და საქმე არის სინონიმები. ხვდებით რას ნიშნავს ეს? რომ ღმერთის სიტყვა და საქმე ეს ერთ და იგივეა. თან ხო ეს ჩვენი სიტყვა და საქმე არ არის ერთ და იგივე. თორე ღმერთის სიტყვა და საქმე ერთ და იგივეა. იმ დიად საქმეშიც კი იქმე ნათელი და იქმნა ნათელი და ანუ მისი სიტყვა ეს შემოქმედებით ენერგიას ფლობს უზარმაზარს, ხო? აი ესა. ამიტომ ჩვენ რომ გვაინტერესებდეს რა არის ღვთის საქმეები, ხო? საქმეები და რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ, აი სახარებაში ყველაფერი გვაქვს. ამინ გეტყვით თქვენ, რომელსა რწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქ, მანცა ქმნეს და უფრო ის ღამისა ქმნეს, რამე თუ მე მამისა მივარ. არ არის საინტერესო? ანუ ვისაც ჩემი წამს, რასაც მე ვაკეთებ, იმას გააკეთებს და უფრო მეცას გააკეთებს, იმიტომ რომ მე როგორც ადამიანი ამ შემთხვევაში მამასთან მივდივარ და რას ნიშნავს ეს? და ვიღაც წაიკითხავს, იწვის მესვინა წყალზე გავიარო, ან მიცვალებულები აღვადგინო და ასე შემდეგ. ამას არ ნიშნავს ეს. რას იქმს ქრისტე? ნახეთ, საქმე, რომელსაც მე ვაკეთებ, იმას თქვენს გააკეთებ და იმაზე მეც გააკეთებ. ეს რო გაიგო, ისევ წინ უნდა გადახვიდე. რას ნიშნავს? კიდევ ვიმეორებ რა, წყალზე ვიაროთ, რა ვქნათ? რა გავაკეთოთ? სასწაულები მოვახდინოთ? ღმერთმა დამიფაროს, რომ ჩემი ყოველის როცა მინდა მაშინ სასწაული გავა. დამიფაროს. ეს იქნება ჩემი დაღუპვის, თან მყისიერი დაღუპვის დასაწყისი. ადამიანში ისეთი ქედმაღლური თავხედობა არის ყველაში, ну ჩემში ესია, თქვენში არ ვიცი. როგორც კი რაღაც ეგეთ ძალაუფლებას მოიპოვებ, დაღუპული ხარ იმ ეშმაკს და ემსკავსები წამის ყოფაში. ეს არის საშინელი, ესე იგი, რამ, როცა ადამიანს განუზომელი ძალაუფლება ეძლევა. მაგრამ ამ სიტყვების გაგება თუ გინდა, ისევ წინა მოხსა გადავიდეთ, როცა საქმეზე საუბრობს, რასაც მე ვაკეთებ, იმას გააკეთებსო და იმაზე მეც გააკეთებსო, საქმე ისი სინონიმი იყო სიტყვის და სიტყვაში რა ვლინდება? ნება, ღვთისნება, ანუ მე კი გტოვებთ თითქოს ვიზუალურად, ავმაღლდიზეცად, მაგრამ სინამდვილეში გტოვებთ აქ და გადატოვა ჩემი მისტიკური სხეული, ანუ ეს ეკლესია დატოვა, რომლის ორგანული ნაწილები ხართ და ამით ჩემთან შეერთებულები, ხო? თქვენ აგრძელებთ ჩემს საქმეს, ანუ ღვთის ნების რეალიზება გრძელდება და უფრო მეტი გაკეთება, ვიდრე მე გავაკეთე, დიახაც ქრისტეს ყავდა 500 მოწაფე და ეკლესიამ შეიძინა მილიონობით მოწაფეები. მილიონობით მართლმადიდებელი არსებობს, მილიონობით ქრისტიანი არსებობს. ღვთის ნების მატარებელი ადამიანები 500 კი არ არის, როგორც ქრისტემ დატოვა, არამედ მილიონობით. ანუ ჩვენ თუ გვინდა რომ ღვთის საქმე ვაკეთოთ, ღვთის ნება უნდა აღვასრულოთ, ამაზეა საუბარი. და მე აგზელებს, რაცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა იგი ვყო, რასაც მოითხოვთ მე იმას აღვასრულებ. რათა იდიდოს მამა ძისათანა, უკეთ რაოდენი ითხოვოთ სახელითა ჩემითა მე იგი ვყო, კვლავ იმეორებს. და რაზეა საუბარი? რა უნდა ვითხოვო? რას მე მომეპრიანება? როგორ შეიძლება ღმერთმა აღასრულოს ის მის ნების საწინააღმდეგოა? ეს სიტყვები ძალმოსილია იმ შემთხვევაში, როდესაც ჩემი სიტყვა, ჩემი ლოცვა, ჩემი ვედრება ღვთისნებასთან თანხმედრაშია. დროისა და სივრცის იმ წერტილში ვამბობ ისეთ რამეს, რასაც იქ ქრისტე იტყო და აუცილებლად იმას. ესე იგი მე უნდა ზუსტად ვიცოდე რა არის უფლისნება დროისა და სივრცის ყოველ წამს და ყოველ წუთს და ყოველ მოვლენაში, რა უნდა ღმერთი. და ამას გესმით, რამხელა სიბრძნე ჭირდება და რამხელა ერთობა ჭირდება ღმერთთან. და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ეხება იმას, რომ საღვთო საქმე გაკეთდეს. არა ის მე რა მომეპრიანება, არამედ საღვთო საქმე გაკეთდეს. მაგალითად ადამიანს გონია, რომ ჯანმრთელობა არის ღვთისნება. და აი
ბასილი დიდი 48 წლის მოკვდა და სულ მთელი ცხოვრება ავადმყოფობდა. ზოგს გონია რომ ღვთისნება არის რომ ვიღაცა წმინდა ადამიანი ძალიან დიდხანს იყოს თქვათ რაღაცა იერარქიულ თანამდებობაზე. მაგრამ ოქროპირი მხოლოდ 6 წელი გააჩერეს კონსტანტინოპოლის კათედრაზე და რიგოლ ღვთისმეტყველი 2 წელიც არ იყო მგონი თუ რაღაცას. აბა როგორ ხდება ეს ამხელა წმინდანებში, გესმით? ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ჩვენ რაც გონია ესე არ არის ყოველთვის. ესე არ არის, სხვანაირად არის, ღვთის განგებულება სხვანაირად მუშაობს. ვინ ჩაწვდება საღვთო გზებს, ამოუკვლეველ არიან გზანი მისნი. არ ვიცი. პავლე მოციქული, თუ ჯანმრთელობა ღვთისნება, პავლე მოციქული ევედრება განკურნებოდა და არ განკურნავ უფალი გამოცხადებით ეუბნება. წარმოიდგინეთ. იმედსაც კი არ უტოვებს. ნებისმიერ ავადმყოფ ადამიანს იმედი აქვს, რომ რაღაცა ხვალ არა ეუბნება. იმედის წართვა განკურნების. და ეს იყო ღვთისნება, რა საოცრებაა წარმოიდგინეთ. ამიტომ ხშირად უნდა ცოტა დავდუმდეთ და მეტი ვიფიქროთ, რომ საიდუმლოების წინაშე ვდგავართ და არ გვეგონოს ყველაფერი როგორც ჩვენ გონია, რომ ისე. ღვთის საქმეზეა საუბარი ღვთისნებაზე, უცებ სიყვარულს ახსენებს. უკვე თუ გიყვარ მე, ანუ თუ გიყვარ ვარ, ცნებანი ჩემი დაიმარხეთ, ანუ აღასრულეთ ჩემი ცნებები, ანუ ჩემი ნების აღსრულებელი გახდით, მე ვკითხო მამასაც ჩემსა და სხვა ნუგეშინისმელი მოგვინინოს თქვენ, რათა თქვენთანა დაადრეთ უკუნისამდე საუბარია აი როცა ადამიანი ლოცულობს ღვთის ნებით და ითხოვს ღვთის ნებით და ის შემთხვევაშია შესაძლებელი თუ მის გულში გამდიდებულია ძე ღვთისა, ანუ უყვარს ქრისტე, მაშინ მამა ღმერთისაგან იმის გამო რომ ძე ღმერთი გახდა ადამიანი და მისი ადამიანობაში დაინახე ღმერთი და სრულად შეიყვარე უფალი, ამიტომ შენ ღირსი ხდები, რომ სხვა ნუგეშინის მესამე პიროვნება ყოლაწმინდა სამებისა, რომელიც ნუგეშინისმცემლად იწოდება, იმიტომ რომ ის გვანუგეშებს, ცოდნით ის გვანუგეშებს, სიბრძნით ის გვანუგეშებს, სიმშვიდით, სიყვარულით, იმედით და გვაძლევს ძალას ქრისტესადმი ერთგულებისა, რწმენას გვიმრავლებს და ასე შემდეგ. შემოსაზღვრა ეკლესია და ის ჩვენ პიროვნულ ზრდაში გვეხმარება, ამიტომ მას ეწოდება კიდევ ერთი სახელი, როგორც მაგალითად ძე ღმერთს ეწოდება სიტყვა, ხო? სულიწმინდა ღმერთს ეწოდება სხვა სახელი ნუგეშინისმცემელი. მე იქიდან გამომდინარე, რომ მისგან ნუგეშინისმცემლნი ვარ. დაადგეს უკუნისამდე, ანუ მარადიულად ჩვენთან იქნება. ანუ დღეს რომ მოვა ჩვენთან და რომ მოვიდა ჩვენთან, დღესვე მარადიულად, დღესვე უკუნისამდე მარადიულად მოდის ჩვენთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ის განმაცდეინებს სხვა ყოფიერებას ხშირად მithვავს თქვენთვის, არა უსასრულო ცხოვრების წლებს, არამედ მარადიულ ცხოვრებას განმაცდეინებს, რომელიც თვისობრივად სხვა რამეა, რომელიც ასევე ჩვენი გამოცდილების მიღმა ერთადერთი ჩვენ შეიძლება ცოტათი რაღაცა განვიცადოთ, მაგრამ ამას სიტყვიერად ვერც კი აღმოვთქვავთ. აი თუ განვიცადებ მარადისობა, მე არ შემიძლია აგიხსნათ ეს თქვენ რა არის. ეს წარმოუდგენელია, შეუძლებელია, არ არსებობს ეს. როგორც კიდევ ვიმეორებ, ჭოგრიტით, ტელესკოპით, მიკროსკოპით ღმერთს ვერ დაინახავ, ისე ადამიანური სიტყვით ღმერთის თვისებების შესახებ ვერაფერს იტყვი და ვერც მარადისობის შესახებ ვერაფერს იტყვი. კვლავ ლაპარაკობს ნუგეშინის სამაზე სული იგი ჭეშმარიტებისა, რომელიც სოფელსა ვერ ხელეწიფების მოღებად. ვერ ხედავს, ანუ სულიწმინდა ღმერთი მოსულია 2000 წლის წინ, სულთმოფენობისას, მაგრამ ვერ ხედავს იმას ეს სოფელი. არ შეუძლია მისი მიღება, არ შეუძლია მისგან ნუგეშინის ცემა, ამიტომ სასოწარკვეთილებაშია მთელი სამყარო ჩაძირული და სასოწარკვეთილებას გაურბის გართობით, მაგრამ ეს არ შველის და შეუქცევადად მთელი სამყარო მიდის დაღუპისკენ და რატო არ შეუძლია მიიღოს სულიწმინდა ღმერთი და მისი ხმა რატო არ შეუძლია გაიგოს, იგრძნოს, განიცადოს, იმიტომ რომ ვერ ხედავს, არ იცის იგი, იმიტომ ვერ ხედავს და იმიტომ არის ის რომ ქრისტეს არ განადიდებს თავის გულში წმინდა წერილი გვასწავლისო სულიწმინდის მიღებისათვის, გაგებისათვის, აღქმისათვის საჭიროა რომ ჩვენს გულში ძე ღვთისა განკაცებული ღმერთი დიდებოდეს, ხოლო თქვენ იცით რამე თუ თქვენთან არს და თქვენთანა იყოს, მაგრამ ეს სიტყვები ერთის მხრივ სასიხარულოა, რა კარგია მთელმა სამყარომა თუ არის, მაგრამ მე ვიცი, მაგრამ ეს სიტყვები პასუხისგებლობით მტვირთავს, თუ ვიცი და თუ განვიცდი, შესაბამისად უნდა ვიცხოვრო. ანუ პასუხისგებლობით დატვირთული ხდები ამ სიტყვებით, როცა მეუბნება რომ შენ იცი თეოდორე და შენთან არის. მე აგზელებს ტყბილ და სასიხარულო სიტყვებს უფალი არა დაგიტებნე თქვენ ობლად, აქაც ჩანს, მამათ თვლის თავის თავს ჩვენს მიმართ.
მამას ეუბნება, მამას შეუძლია შვილს უთხრას, რომ მე ობლად არ დაგტოვებ. ქრისტე მეუბნება, რომ მე შენ ობლად არ დაგტოვებ. ნუ გეშინია, არა დაგიტევნეთ თქვენ ობლად, მოვიდეთ თქვენ და მოვიდეთ თქვენ და რას ნიშნავს? რა თქმა უნდა იგულისხმება დიდები დაბრუნება, რა თქმა უნდა იგულისხმება ჩვენი გარდაცვალებაც, მაგრამ ყოველწამიერი შეხება, როცა ხდება ზიარების დროს, გონების მიერ ლოცვის დროს, ჩვენგან მოულოდნელად, ყოველთვის პერიოდულად ის გვეხება ჩვენ. სოფელი ესე არ ამხედვია, როგორც სულიწმინდა ღმერთს ვერ ხედავს, ისევე ქრისტეს ვერ ხედავს, სოფელი ესე არ ამხედვიდეს, ხოლო თქვენ ხედვიდეთ. ანუ თქვენ ხედავთ კიდევ პასუხისგებლობის წინაშე მაყენებს და ეხლა მე განმიმარტავს, რატო ვხედა, რატო შეიძლება მე ვხედავდე ქრისტეს და რატო სოფელი ვერ ხედავდეს და მე მიხსნის, რამე თუ მე ვარ ცხოველი, ანუ მე ვარ ცხოველი თანამედროვე ასოციაციას უჩეს თანამედროვე ადამიანს ცხოველი. ცხოველი ნიშნავს ცოცხალს. და ამიტომ ხანდახან თანამედროვე სიტყვით გეუბნებით ხოლმე. რამე თუ მე ვარ ცოცხალი და თქვენც ცოცხალი ხართ, იყვენით, ცოცხალი ხართ. ცოცხალი უნდა იყოთ, ცოცხალი. ცოცხალი არა ბიოლოგიურად, არამედ მარადიულად, აი მარადიულ სიცოცხლეზე რო იყო, უკუნისამდე დაადგეს. ანუ თქვენში მარადიული სიცოცხლეა და ამიტომ თქვენ შეგიძლიათ რომ მე დამინახოთ. რა თქმა უნდა ვიზუალურ ხედვაზე არ არის საუბარი, იმიტომ რომ ნუ გვავიწყდება რომ ვიზუალური ხედვა ეს არის მატერიალური ხედვა. წეგან თქვი როგორც ტელესკოპით დურბინით ვერ დაინახავ ღმერთს, რა თვალი კი არ განსხვავდება, იგივე ობიექტივია. როგორც ფოტოაპარატს არ შეუძლია დაინახოს ღმერთი, ისე თვალს არ შეუძლია, ეს ერთ და იგივე პრინციპით მუშაობს. ანუ როცა საუბარია ხედვაზე, სხვა რამეზეა საუბარი. მისტიკურ ხედვაზეა, მისტიკურ ჭრეტაზეა საუბარი. და როცა შეუქმნენ ნათელს ხედავდნენ და გამოცხადება ქონდათ, იქაც მისტიკური ჭრეტა იყო ყოველთვის. რაღაცა ხდება ადამიანში, წამის ყოფაში, განხრთობილ მდგომარეობაში მოდის ადამიანი და იმ განხრთობილი მდგომარეობით ხედავს. როგორც მოციქულები თაბორის თავზე განხრთობილი მდგომარეობით ხედავდნენ ქრისტესაგან გამოსულ ღვთაებრივ ნათელს და როგორც პალამა ამბობს, მიკრო ცხოველი ყოფილიყო დაბმული მთაზე, ის ცხოველი, თქვა ცხვარი კი ვერ დაინახავდა იმ საღვთო ნათელს, ეს ჩვეულებრივი განათება კი არ იყო. მას დღესაშინ ასე დროს, როცა ცოცხალი ხარ და მე დამინახავ, ასე დროს სცნათ თქვენ რამე თუ მე მამისა ჩემისათანა, თქვენ ჩემთანა და მე თქვენ შორის. აი ასე დროს ადამიანი ხედავს ყოვლადწმინდა სამება ღმერთის სიდიადეს და საკუთარ თავს მასში. ანუ ღმერთში ხედავს საკუთარ თავს. ოღონ ეს ხედვა უცნაურია და მისტიკურია, განიცდება შიგნით ამ სიტყვის ისეთი პირდაპირი გაგებით, რომ ამაზე პირდაპირი გაგებით შეუძლებელია ითქვას. განიცდება ღმერთი ჩვენს შიგნით, ჩვენს მისტიკურ სიღრმეში, ოღონ ეს განცდა უცნაური ფენომენია, რომელსაც ვერაფრით ვერ ახსნი. განიცდება სიტყვებით, განიცდება სიღრმისეულად, განიცდება, არ ვიცი, რაღაცნაირად განიცდება, რომელიც არ გამოითქმება, მაგრამ განიცდება ჩვენ შიგნით, მისტიკურ სიღრმეში. და ამით ესე იგი ჩვენ მე ვხვდებით, რომ ღმერთის შესახებ მეტნაკლებად ცოდნას ვიძენ და ჩვენ გძნობთ, რომ ღმერთთან ღმერთში ვართ და მე ისევ ცნებებზე გადადის, რომელსა აქუნდეს ცნებანი ჩემნი და დაიმარხეს იგინი, იგი არს, რომელსა უყვარ მე. სხვა ადგილას ამბობს, რომ მე იმას ვწამვარ, ვინც ცნებებს აღასრულებს, აქ სიყვარულზე საუბრობს, აქაც სიყვარული და ქრისტესია სადმი და რწმენა ქრისტესადმი, ეს არის ცნებები, ვლინდება ცნებების აღსრულებაში, ანუ მისი ნებით ცხოვრებაში და იგივეს გვიმეორებს, აი ჯერ საულსა სიღრმეებზე გველაპარაკება და მე ისევ ცნებებზე გველაპარაკება, რომ გვახსენებს, რომ მისი ერთგულებისა და მისი ნების მიხედვით ცხოვრების გარეშე, ანუ ცნებების აღსრულების გარეშე ეს არაფერი გამოვა, რომელსა აქუნდეს ცნებანი ჩემნი და დაიმარხეს იგინი, იგი არის, რომელსა უყვარ მე, ხოლო რომელსა ვუყვარდე მე, საყვარელი იყოს მამისა ჩემისა მიერ და მეცა შევიყვარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი. აი, სად ხდება ეს სიყვარული, როგორ განაძლიერებს და განამტკიცებს ღმერთის ჩვენში განცხადებას და ჩვენს მცნობელობას ღმერთისადმი, რომელიც არის მარადიული სიცოცხლე. რა არის მარადიული სიცოცხლე? ვიცნობდეთ ღმერთს, როგორც უფალი სხვაგან იტყვის. მიუგო იესო და რქვა მათ ეუბნება მოწაფეებს, უკეთო ვინმეს უყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს, კიდევ მცნებების აღსრულებისკენ გადაყავს. ანუ თუ ადამიანს ოდნავ მაინც იფიქრებს ადამიანი, რომ აი ხო მე რაღაცა შეგრძნებები მაქვს და მე ესე იგი ღმერთი ჩემშია და მაგრამ წინ უსწრებდეს ამას სიყვარული ღვთისა, ეს შეგრძნება რომ
ნამდვილი იყოს, უნდა გიყვარდეს ღმერთი და რომ გიყვარდეს ღმერთი, მაშინ მისი მცნებების აღსრულებელი, ანუ მისი ნების აღსრულებელი უნდა იყო ყოველთვის, იმიტომ კვლავ მიწაზე ჩამოვყავართ უფალზე, გეუბნება ვისაც უყვარდა მე, სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს და მამამანცა შეიყვაროს იგი და მივიდე და მისთანაც დავადგრეთ კვლავ ისევ მეორებს. ანუ ისევ ამ მისტიკურ საიდუმლოებაზე საუბრობს, ოღონდ წინა პირობა, ეს არის მცნებების აღსრულება. რომელიც უპირველეს ყოვლისა ვლინდება თავდაბლობაში, მორჩილებაში, გულმოწყალებაში. მოყვასის მიმართ. შეგვეწიოს უფალი. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.